ქრისტიანული სამყარო ვნების კვირის სამშაბათს აღნიშნავს. დიდი სამშაბათის მსახურებაზე 10 ქალწულისა და ტალანტების შესახებ იგავის გახსენება ხდება და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ, განსაკუთრებით კი მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად თვლის, როცა ამბობს შემდეგს: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა იგი მე მიყავთ. ნების კვირა დიდი მარხვის ბოლო აღდგომის წინაკვირას ქვია. კვირის 6 დღე იესო ქრისტეს ვნების ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ვნების შვიდეული და დიდმარხვა კვირას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულდება. წელს უფლის აღდგომა 20 აპრილს აღინიშნება. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი სახელისუფლო გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებამდე გადადო, რითაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას, როგორც ბარიერ გადალახურ სუბიექტებს უწოდებს მმართველი პარტია, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადის ერთი თვით გახანგრძლივებამ გამოიწვია, თუმცა როგორც ის ირწმუნება, ნაცების პარტიები წელსვე აიკრძალება მას შემდეგ, რაც არჩევნებზე ხალხი მათ საკადრის პასუხს გასცემს. საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ხალბატონმა თეატრო ლუკიანმა დააყენა საკითხი მის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის 3 თვიანი ვადა გახანგრძლივდეს მინიმუმ 1 თვით. საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა 1 თვით გავაგრძელოთ. თუ ჩვენ ვადას 1 თვით გავახანგრძლივებთ, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე. აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც ახლა გაგვანადგურებენ, აცხადებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და კიდევ ერთხელ ირწმუნებიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არც მანამდე აპირებდნენ და პოზიციას არც ახლა შეცვლიან. რას ამბობენ, რას არ ამბობენ, ჩვენთვის ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არიან ჩვეულებრივი პიარით დაკავებული, რა დროს რა აწყობთ, იმას ლაპარაკობენ. ნაციონალური მოძრაობის განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვს, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, არანაირ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. მილიონჯერ გვაქვს ეს ნათქვამი და კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. კომენტარი გაკეთა გახარიას პარტიაშიც. მათი თქმით, თუ ვინმე ქმნის მათგან პოლიტიკურ ძალას, ეს არის ოცნება და მიღებული გადაწყვეტილებაც ამის დასტურია. მოძრაობას თავისი პრობლემებიც ეყოფა. რამდენადაც დაიშალენ თვითონაც აღარ იციან. მათ რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობაში არ აქვთ და თუ ვინმე მათგან ქმნის რეალურად სერიოზულ ძალას, ეს პირველ რიგში არის ოცნება და ეს გადაწყვეტილებაც, რომ კიდევ ერთხელ მისცენ ნაციონალურ მოძრაობას შანსი არჩევნებში მონაწილეობის, ბუნებრივია ამ ფაქტს და ჩვენ ამ მოსაზრებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. რაც ესო თუთბერიძე რევაზლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლიდან ქართული კლასიკური მუსიკის მე-9 ეროვნული კონკურსის გრან-პრის მფლობელია. მის პედაგოგ სოფიო ხუციშვილს კი კონკურსის საუკეთესო პედაგოგის სტატუსი მიენიჭა. მთავარი ნომინანტები თავიანთ განწყობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მაქსიმალურად აჩვენეს მიზანდასახულობა, შრომის მოყვარეობა და ნიჭი, რომლის წარმოჩინებისთვის ზესტაფონის ხელოვნების სკოლაში გამართული კონკურსი საუკეთესო შესაძლებლობა იყო. აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის მუსიკალური და ხელოვნების სკოლებიდან კიდევ არაერთი მოსწავლე და პედაგოგი გახდა სხვადასხვა ნომინაციისა თუ პრიზის მფლობელი. 7 წელია ვსწავლობ რევაზლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში. პედაგოგ სოფო ხუციშვილთან.
წელს განსაკუთრებით მომზადე ამ ქართული კლასიკური მუსიკის კონკურსისთვის და ანუ ველოდი გამარჯვებას, მაგრამ გრამს ნამდვილად არ ველოდი. შიოკაშვილის გადაწყვეტილებით ჩავატარებ ჩემს სოლო კონცერტს თუ სტამბოლში და ასევე საქართველოს მუსიკის აკადემიაში. ნამდვილად არ მეველოდი ამ სიურპრიზს და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან გამიხარ. მუსიკა ძალიან მიყვარს და ვაპირებ რომ სპეციალობას გავყვე და ვაპირებ რომ ჩავაბარო ჯერ 10 წლებში და შემდეგ კონსერვატორიაში. ზესტაფონში ჩატარდა ქართული კლასიკური მუსიკის მე-9 ეროვნული კონკურსი, რომელიც თბილისის შემდეგ მე-3 წელია, რაც ზესტაფონში ტარდება და ეს არის, არ ვიცი, არაჩვეულებრივი იმისათვის, რომ ბავშვები განვითარდნენ კლასიკური მუსიკის მიმართ. ეს ჩატარდა ელდარ შალამბერდის სახელობის ხელოვნების სკოლაში, ბატონ ვალერიან შიუკაშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზში. და ფუძემდებელი არის პიანისტი ბატონ ვალერიან შიუკაშვილი. ის არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს მომავალი თაობისთვის. სხვადასხვა რეგიონებში დაარსა არაერთი კონკურსი. და ეს ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას. ზესტაფონის ორივე სკოლამ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში და საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი ელდარ შალამბერდის სახელობის ხელოვნების სკოლის ბავშვებმაც და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმაც. იყვნენ ბავშვები გამორჩეული, მათ მიიღეს სხვადასხვა ჯილდოები. ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული ეს ჯილდო, კესოს ჯილდოც და ჩემიც. საუკეთესო პედაგოგის წოდება ეს იოლი არ არის ნამდვილად. ძალიან სასიხარულოა და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო. ვეცდებით მომავალშიც ეს გავამართლოთ და ამისათვის ბატონ ვალერიან შიუკაშვილს ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ჯილდო გადმომცა მე და ასევე კესოს არაჩვეულებრივი სიურპრიზი გაუკეთა. მიიღო უმაღლესი ჯილდო, ეს იყო გრან-პრის წოდება. კესოს მადლობელი ვარ, იმიტომ რომ მან მაქსიმალურად აჩვენა თავი, რომ ბოლომდე დაიხარჯა ბევრი იშრომა და შედეგიც მივიღეთ მაქსიმალური. ეს შრომა ჭირდება. მარტო მე ვერაფერს ვერ გავხდები თუ მოსწავლის გვერდით დგომა და მისი სხვა შრომა არ არის ჩადებული. მარტო მე ვერაფერს ვიზავ. ასე რომ კესო და მე ერთობლივად იმდეს ვშრომობდით, რომ თან წელს ძალიან მოინდომა. აი მაქსიმალურად წელს განსაკუთრებულად თვითონაც ამბობს, რომ ძალიან ბევრ შრომობ და ნამდვილად ეს შრომა დაგვიფასდა. ზესტაფონის ორივე სკოლისთვის ეს იყო არაჩვეულებრივი შედეგი, რაც ჩვენ დავდეთ. გვაქვს გრან-პრი, გვაქვს პირველი ადგილები. მოსწავლეები არიან ძალიან გახარებულები, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო მასტერკლასები, რომლებიც აღიარებულმა პროფესორებმა ამ ბავშვებს ჩაუტარეს. ეს იყო ქალბატონი ირინა ხერჟი და ნინო გურევიჩი, გერმანიდან მოწვეული პროფესორი, რომლებმაც არაჩვეულებრივი ღია გაკვეთილები ჩაატარეს და არა მარტო მოსწავლეებისთვის, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო. ეს იყო როგორც კვალიფიკაციაში ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. შედეგებიც შაშანდელთან შედარებით უკეთესი ვქონდა. გაისათა 10 წელი სრულდება ამ ქართული მუსიკის კონკურსის დაარსებიდან და ველოდებით და ვემზადებით, რომ კიდე უკეთესი შედეგი უნდა ვქონდეს და ზესტაფონიც უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი ბავშვები ჩამოვლენ და ზეიმი იქნება ქართული მუსიკის. კალათბურთში სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ცნობილია, რომელი 8 გუნდი გააგრძელებს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას. მათ შორის იქნება ზესტაფონის მარგვეთიც, რომელიც მე-5 ადგილზეა სატურნირო ცხრილის მიხედვით. ჩვენი ქალაქის გუნდი პლეი-ოფში მე-4 ადგილზე მყოფ ივერიონს დაუპირისპირდება. 22 ტურის მატჩი კი ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა ზესტაფონელ კალათბურთელებს უმასპინძლა და 97-83 დაამარცხა. მოწინააღმდეგე გუნდი ყველა შემთხვევაში რეგულარულ ჩემპიონატს მეორე ადგილზე დაასრულებდა. მას არც მოგება და არც წაგება არაფერს უწყვეტდა. ზესტაფონელებს კი გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ. ერთხანს მარგვეთი მეტოქეს უგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და სხვა თამაშების შედეგის მიუხედავად მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.